მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულენო. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკას 2025 წელს. შევაჯამებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, სტატისტიკას, განვითარებას და გამოვიტანთ შესაბამის დასკვნებს. ვფიქრობ, საინტერესო საკითხი არის. სპეციალურად მოვამზადეთ თქვენთვის დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე. პირველ რიგში ვთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ანალიზი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი არხის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ანალიზის გაკეთების საშუალება იყოს ინტერესის არსებობის პირობებში. ამავდროულად დაწერეთ თქვენი კომენტარები, მოსაზრებები კომენტარებში და შეგიძლიათ გაავრცელოთ ეს ანალიზი თუ მას ჩათვლით მნიშვნელოვნად. თემა საკმაოდ აქტუალურია, რადგანაც რუსეთი საქართველოსთვის წარმოადგენს პრინციპში ყველაზე მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების მიმართულებით. ამას არ ვამბობ სუბიექტურად, არამედ ობიექტურად. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% იმყოფება რუსეთის ოკუპაციის, ანუ ეფექტური კონტროლის ქვეშ. რუსეთი პრაქტიკულად ერთადერთია, ვინც ღიად წარმოადგენს დღეს დამოუკიდებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის საფრთხეს, როგორც ასეც, მათი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის და ამის დათელი მაგალითი არის მისი მიმდინარე ომი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი პრინციპში წარმოადგენს დომინაციის აღდგენას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის გავლენის სფეროს, ასე ვთქვათ, განსაზღვრას პოსტსაბჭოთა სივრცეში. რა თქმა უნდა, ამის მიღწევა შესაძლებელი არის მხოლოდ მათ შორის არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ეკონომიკური მდგენელის მეშვეობით. ეკონომიკის გარეშე რუსეთს ამის საშუალება ვერ ექნება, ისევე როგორც ვერ ექნება ომის წარმოების ხანგრძლივი შესაძლებლობები და სწორედ ამიტომ თქვენთან ერთად უნდა ობიექტურად შევაფასოთ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის ეკონომიკა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2022 წელს, ანუ ომის დაწყების წელს 1,4%-ით შემცირდა GDP, ანუ მშპ. შემდეგ 2 წლის განმავლობაში მაღალი ფასების, ნავთობზე მაღალი ფასების პირობებში და ამავდროულად სამხედრო მრეწველობის განვითარების და უზარმაზარი თანხების ჩადების რეზერვებიდან ამ მიმართულებით ეკონომიკა იზრდებოდა 23 წელს 4,1%-ით, 24 წელს 4,3%-ით. თუმცა 25 წელს უკვე მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა და 0,9% არის რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს. ამავე პერიოდში თუ გადავხედავთ ინფლაციას, 22 წელს უკვე ომის დაწყების პირობებში, როცა უზარმაზარი თანხების ხარჯვა დაიწყო რეზერვებიდან, როგორც გითხარით, 13,7% ინფლაცია დაფიქსირდა, 23 წელს 7,4, 24 წელს 9,5 და 25 წელს დაახლოებით 8%-ამდე ინფლაცია, რა ძალიან მაღალი მაჩვენებელია ზოგადად. რა თქმა უნდა, ეს არ შეედრება თურქეთში არსებულ ინფლაციურ მაჩვენებელს, რომელიც 30%-ია დაახლოებით. თუმცა რუსეთისთვისაც, სადაც მაკროეკონომიკური სტაბილურობა გამომდინარეობს ნავთობის და გაზის ექსპორტით, ანუ სუფთა ვალუტის შემოდინებით, ამის მეშვეობით და ზოგადად ეკონომიკური ბიუჯეტის პროფიციტი ჰქონდათ ხოლმე, რა თქმა უნდა, ამ პირობებში ეს მაჩვენებელი ძალიან მაღალია. რაც შეეხება უმუშევრობას, თუ 2022 წელს, ანუ ომის დაწყებამდე უმუშევრობა სადღაც 4,8-4,3% შეადგენდა, ჩვენ ხედავთ კლებას უმუშევრობის 2023 წელს 3,9, 24 წელს 3,2 და 25 წელს 2,3. ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი ზოგადად, თან ეს არის ოფიციალური უმუშევრობის სტატისტიკა. და რეალურად ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთში მუშახელი მცირდება, ეს გამომდინარეობს ომში დაღუპულების, დაჭრილების და ომში ჩართული, მათ შორის მშენებლობაში, ანუ ომთან დაკავშირებული სხვა მშენებლობა, მომსახურეობა, ყლება, ტრანსპორტირება, ყველაფერი ომის ნაწილი არის ამ მიმართულებით ჩართული მოქალაქეების რაოდენობით. ზოგადად თუ
შევაფასებთ ბიუჯეტის დეფიციტი ხოლმე მაგალითად 2018-2019 წელს დეფიციტი არ იყო 3%, მერე 2% პროფიციტი იყო და რეალურად როგორც კი ომი დაიწყო, რუსეთი შედის დეფიციტის ეპოქაში. 22 წელს დეფიციტი შეადგენს 1,3%-ს, მერე 2,2%-ს, 1,6%-ს და ყველაზე დიდი დეფიციტის მაჩვენებელი არის წელს, ანუ 25 წელს იყო ყველაზე დიდი მაჩვენებელი, რაც შეადგენს 3%-ს დეფიციტს ბიუჯეტის. რაც შეეხება რუბლის რუსული ვალუტის სტაბილურობას, ომის დაწყების დროს პრაქტიკულად ვალუტა 68 რუბლი იყო 1 დოლარისთვის და პრინციპში ეგრევე ომის დაწყების შემდეგ მიაღწია 75-ს შემდეგ 95-23 წელს, დასტაბილურდა 24 წელს დაახლოებით 85 მაჩვენებლის ფარგლებში, თუმცა შემდგომ უკვე 2025 წელს ჩვენ ასევე ვხედავთ გარკვეულ მერყეობას ამ მიმართულებით და პრინციპში თუ შევაფასებთ მთლიანად ვალუტის მოძრაობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ვალუტა 80 რუბლზე არის დაშვებული 1 დოლარისთვის, თავის დროზე იყო 115-მდეც კი ასული, აი ამ ომის შედეგად არსებული ვითარების ფარგლებში. ეხლა უკვე ცოტა უფრო დეტალურად გავიხილავთ ძვირფასო მოქალაქეებო ზოგადად ტენდენციებს და უნდა ვთქვათ, რომ რუსეთს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საბიუჯეტო წესი, რომ არ უნდა ყოფილიყო დეფიციტში და ეს დეფიციტი ახლა უკვე გარდაუვალი არის რუსულ ეკონომიკაში. კოვიდით გამოწვეული, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდა აშკარა იყო, თუმცა ომმა გვაჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკამ ომის შედეგად არ მიიღო ისეთი დიდი დარტყმა, როგორიც შეეძლო, რომ მიეღო. ანუ რუსული ეკონომიკა არათუ შოკის ეკონომიკა აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბშპ-ს კლება არ იყო მასშტაბური, ამავდროულად ინფლაციური მაჩვენებლები იყო მაინც კონტროლირებადი, ისევ თურქეთს თუ შევაფასებთ, შევადარებთ და თუ ასე შევაფასებთ და თუ ნახავთ პრინციპში სხვა ფაქტორებს, ხო, რუბლის გაცვლითი კურსი იყო ყველაზე რთული, თუმცა ასევე დასტაბილურდა. და შესაბამისად სტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, არ არის მკვეთრი, ანუ 60-დან თუ ავიდა 120-მდე, შემდეგ დაბრუნდა 80-ზე, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერყევი არის კურსი საკმაოდ, თუმცა მეტწილად რუსულმა ეკონომიკამ ამ ანუ შოკის ეტაპს გაუძლო, მაგრამ რას არ გაუძლო და რას არ უძლებს, ეს არის გაცილებით უფრო საინტერესო საკითხი ჩემი აზრით, იმიტომ რომ რუსული ეკონომიკა სისტემურ კრიზისში უფრო გადადის ეხლა და რეალურად თუ გადავხედავთ, რუსეთის ეკონომიკის სისუსტე არათუ შოკია, რომლისთვისაც მზად იყვნენ სწორედ რეზერვებით და ამ რეზერვებს კონკრეტული სახელწოდებაც ჰქვია, ეს იყო ესე იგი ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, კონკრეტული ფონდი, სადაც იყო უზარმაზარი თანხები და ამ თანხების მეშვეობით რუსეთი ახდენდა ბალანსს. ახლა უკვე მაგ ფონდის მიმართულებით არის კრიზისი და ეხლა უკვე თქვენთან ერთად დეტალურად ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ინფლაცია გრძელდება რუსეთში და საკმაოდ მაღალი არის ეს ინფლაცია, 10% წლიურად ამ მომენტისთვის და რუსეთმა გააგრძელა, ასე ვთქვათ, კონსერვატიული პოლიტიკა ეკონომიკური მიმართულებით და რეალურად გაზარდა საკუთარი ცენტრალური ბანკის განაკვეთი საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე 16.5%-დან 21%-მდე გაიზარდა საქართველოში დაახლოებით 7.5%-ია რომ შევადაროთ. ანუ ეს არის ის პროცენტი, რომლის მაჩვენებლითაც ცენტრალური ბანკი ბანკებს აძლევს რუბლს ვალად, ასე ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა წლების გააჩნია იქ რა ტიპის კონტრაქტი იქნება, მაგრამ გადაკვეთი საპროცენტო, ანუ ცენტრალური ბანკის გადაკვეთი ასეთი არის, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის თუ შევატარებთ ესე იგი თავად
საქართველოს, ან იგივე რუსეთს ადრე, მაგრამ თუ შევადარებთ მაგალითად ამერიკას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ მაგალითად 3,7 ანუ 75% არის ეხლა საპროცენტო გადაკვეთი, რაც მკვეთრად ნაკლები არის დოლარის მიმართულებით, ვიდრე რუსეთის 21% ახლა. ინფლაციური სამიზნე რუსეთში, ანუ პროცენტი არის 4% და დღეს მდგომარეობით ეს 8-9% და 10%-იც კი საერთოდ არ შეესაბამება ამ ინფლაციურ მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ რუსეთში აგრძელებენ მაღალი საპროცენტო გადაკვეთის შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვნად ხელს უშლის განსაკუთრებით მცირე ბიზნესს, საშუალო ბიზნესს. მსხვილი ბიზნესისთვისაც კაპიტალის მოზიდვა გახდა ძალიან პრობლემური სანქციების ფონზე. და ეს არის სანქციების ერთ-ერთი წარმატებული ეფექტი, როდესაც მსხვილ ბიზნესს გაუჭირდა, ასე ვთქვათ, ფინანსების მოზიდვა და ამის შედეგად, რა თქმა უნდა, დაზარალდა დომინოს ეფექტით, ესე იგი, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესიც. უმუშევრობა, როცა ესე ძალიან დაბალ მაჩვენებელზე არის 2%, რაც თქვით, რეალურად შეიძლება ვიღაცას მოიჩვენოს, რომ ეს არის კარგი, თუმცა რუსეთის შემთხვევაში კონკრეტულად ეხლა არის ცუდი. იმიტომ რომ უმუშევრობის ასეთი მაჩვენებელი იწვევს კრიზისს, საბაზრო, ასე ვთქვათ, შრომით ბაზარზე, ნაკლებ კვალიფიციურ მუშახელს, სხვადასხვა მიმართულებით და სწორედ ამიტომ მათ შორის სამხედრო მრეწველობის ზრდის ფონზე პრინციპში ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული არის რუსეთისთვის, რომ შეძლოს მომარაგება საკუთარი სამოქალაქო ეკონომიკის და ამავდროულად სამხედრო ეკონომიკის. სწორედ ამ მიზნებისთვის რუსეთში მიგრანტების რაოდენობის ზრდა აღინიშნება ზოგადად და საჭირო მიმართულები დიდია. ასევე თუ სავაჭრო მიმართულებას გადავხედავთ, უნდა ვთქვათ, რომ რუსეთისთვის ესე იგი ძირითადი შემოსავალი, აი რის ხარჯზეც ეს პერიოდი რუსეთმა გაძლო, უკავშირდებოდა ჯერ კიდევ 2022 წლის ვითარებას, როდესაც მაღალი ფასების გამო ენერგომატარებლებზე რუსეთმა მიიღო მაგალითად 2021 წელს ძალიან სერიოზული ესე იგი შემოსავალი 120 მილიარდი დოლარის სუფთა შემოსავალი ევროკავშირიდან მხოლოდ, რაც ბშპ-ს 5-6%-ი 21 წელს, ანუ ომის დაწყებამდე. 22 წელს, როდესაც ფასები კიდევ უფრო გაიზარდა ნავთობზე და გაზზე, რეალურად რუსეთმა მიიღო ყველაზე დიდი შემოსავალი ისტორიაში 223 მილიარდი დოლარი და რეალურად საქციებმა თავისი ეფექტი ვერ აჩვენეს პირველ წელს. მკვეთრი შეზღუდვა რუსული ნავთობიდან და გაზიდან შემოსავლების ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ შემცირება მკვეთრი ვერ აღმოჩნდა უცებ ევროკავშირისთვის და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და მეორე მხრივ ფასები იყო ძალიან მაღალი ნავთობზე და გაზზე და ჩვენ თუ გადავხედავთ იგივე მაგალითად ნავთობის ფასს 2022 წელს რეალურად ფასმა მიაღწია $130 ერთ ბარელზე, როდესაც ახლა მაჩვენებელი არის დაახლოებით $60. შესაბამისად, ორჯერ უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდა რუსეთს, ვიდრე ახლა არის 2022 წელს, ამიტომაც 233 მილიარდი დოლარი შემოსავალი ჰქონდა. გაზის ფასები როგორც ასეთი დაკავშირებულია ნავთობის ფასებთან და რაღაც გარკვეულ ბალანსში, სინქრონში მოძრაობენ ხოლმე. თუმცა ყოველთვის არა, მაგრამ ძირითადად ასე არის. მით უმეტეს, როცა გაზის გამომუშავების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ნავთობის მოპოვებისგან, როგორც წესი, ერთდროულად ხდება ეგ პროცესიც. თუმცა არა ყოველთვის, ასევე არ ვუღმავებით ამ საკითხს. ახლა უკვე თუ ნახავთ 2023 წელს მნიშვნელოვანი კლება დაიწყო განსაკუთრებით გაზის, იმიტომ რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს გაზით მომარაგება ევროპის 8%-იანი კლება დაიწყო და ამ შემთხვევაში იმპორტის მცირე გაუმჯობესება, იმიტომ რომ რუსეთში შეიქმნა იმპორტის სერიოზული პრობლემები პირველი წლების განმავლობაში. და ჩამოყალიბდა პრინციპში პარალელური იმპორტის მცნება უკვე 2023 წლიდან.
და 22 წელსაც უკვე მნიშვნელოვანი იყო, ხო? 20 მილიარდის პარალელური იმპორტი დაახლოებით მიმდინარეობდა როგორც ასეთი საერთაშორისო მონაცემებით თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ანუ ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, ასე ვთქვათ. რა დოზით და რა წვლილით ამაზე არ ჩავუყრობდებ, მაგრამ სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია ახორციელებენ ამ პარალელური იმპორტის ძირითად გზავნილებს თურქეთთან ერთად. ამავდროულად დაიწყო მნიშვნელოვანი კლება ნავთობის და გაზის ექსპორტის ევროპაში და 2023 წელს პირველად ჩინეთმა მიიღო რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი 33%-ით ექსპორტით ჩინეთში რუსეთიდან. თუმცა ამავდროულად რუსეთისთვის ზრდა ასევე მოხდა სხვა განვითარებად ასე ვთქვათ ბაზრებზე ეს არა მხოლოდ ჩინეთი არის როგორც გითხარით, არამედ ასევე ინდოეთი და თურქეთი. სადაც ძირითადად რუსეთმა ცოტა უფრო ფასდაკლებით, მაგრამ შეძლო ნავთობის მნიშვნელოვანი წვლილის გაყიდვა. და რეალურად დაახლოებით $90 ბარელისთვის 23 წელს რუსეთი ახორციელებდა აი ამ გაყიდვებს. შემდეგ უკვე როგორც გითხარით, ფასები მნიშვნელოვნად კლებულობს. და ეს ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, რომელიც როგორც გითხარით, პანდემიის დროს იყო გამოყენებული მნიშვნელოვნად, შემდეგ უკვე ხედავთ, რომ დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში რუსეთი ფარავდა საკუთარ დეფიციტს აი ამ ფონდიდან. 2022 წელს, 23 წელს და ახლა უკვე 2025 წელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფონდი რეალურად ომის დაწყებიდან უკვე 60% ფონდის გამქრალია. და საუბარია, რომ საერთოდ უფრო მეტიც, ეს ოფიციალური სტატისტიკა არის. რადგანაც ეს გამომდინარეობს იქედან, რომ რუსეთის საბიუჯეტო გადაკვეთები და ბიუჯეტის ხარჯვა სამხედრო მიმართულებით კატასტროფულად არის გაზრდილი. კერძოდ 2025 წლის დასაწყისში რუსეთის სამხედრო ხარჯები საბიუჯეტო მიმართულებით აღწევს 50% ბიუჯეტიდან წარმოუდგენელი, ესე იგი, რიცხვი არის. რა თქმა უნდა, ეს ხდება სხვა ბიუჯეტური ხარჯების შემცირების ფონზე, განსაკუთრებით სოციალური და ჯანდაცვის ხარჯების, თუმცა ამავდროულად აღინიშნება მკვეთრი ვარდნა რუსეთის შემოსავლებში ნავთობის და გაზის მიმართულებით. ამავ პარალელურად ხდება რუსული აქტივების გაყიდვა საერთაშორისო ბაზრებზე და ესე იგი საზღვარგარეთ რუსეთის ცენტრალური ბანკების აქტივების ეს არის დაახლოებით $300 მილიარდი ოდენობის თანხები, რაც რუსეთს ლიკვიდობის მიმართულებით უქმნის სერიოზულ პრობლემებს და რუსულ სტაბილურობას ეკონომიკაში. ამავდროულად SWIFT-ის სისტემის გათიშვა მთავარი მოთამაშეებისთვის და მათთვის გლობალურ კაპიტალზე წვდომის შეზღუდვა იწვევს რუსეთში სერიოზულ გადამისამართებას ჩინურ ბაზრებზე. და რეალურად ამის წყალობით ბჭყალებში რუსეთმა შეძლო ეკონომიკური კრიზისის გადალახვა, ანუ არ დაშვება ასეთი კრიზისის და გარკვეულწილად გადალახვა აი ამ სირთულეების. ენერგეტიკის და გაზის სექტორი ზოგადად რუსეთში ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს შემოსავლის ახორციელებდა და აქედან ანუ მოქონდა და აქედან 40%-ის ექსპორტი მიმდინარეობდა ძირითადად ანუ ევროკავშირის გაზის იმპორტის 40% მოდიოდა რუსეთიდან. ეს დაახლოებით იყო 11 მილიონი ბარელი ნავთობი წელიწადში დღეში უკაცრავად და 700 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წლიურად. უზარმაზარი მაჩვენებელი არის 11 მილიონი ბარელი დღეში და 700 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წლიურად. და რეალურად დაიწყო ისეთი პროექტები, როგორიც არის ციმბირის ძალა, რომელიც გადაამისამართებს აი ამ რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ჩინეთში.
ანუ ჩინური მიმართულებით. თუმცა ომის დაწყების შემდეგ რეალურად ვნახეთ, რომ ისედაც კლებულობს მნიშვნელოვნად რუსეთის ენერგომატარებლების როლი ევროპაში და ძირითადად ეს პირველ რიგში ეხება გაზს. და გაზის მიმართულებით გაზპრომის ექსპორტი და შემოსავალი კატასტროფულად კლებულობს პრინციპში 2023 წელს გაზიდან მიღებული შემოსავალი 40%-ით ვარდება, ხოლო შემდეგ უკვე ხედავთ, რომ 25%-ით გაზის მოპოვების მაჩვენებელიც ვარდება და ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უბრალოდ ფიზიკურად რამდენადაც შესაძლებელი იყო გაზის საბადოებზე შეამცირა მოპოვება, იცით რომ გაზის საბადო ისეთი არის, რომ იქ პრინციპულად ვერ შეწყվეთ გაზის მოპოვებას. ამიტომ ეხლა ძალიან უჭირს გაზპრომს და შემოთავაზებული აქვს მეორე პროექტი ციბირის ძალა 2, რომელმაც უდრა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საჭიროებს და უნდა მოახერხოს ყველა დანარჩენი სიმძლავრეების დაკავშირებას ჩინეთთან. თუმცა ჩინეთი არ ჩქარობს ამ მიმართულებით, რადგანაც ხედავს, რამდენად მოწყვლადი არის რუსეთი ამ ვითარებაში და ითხოვს პრაქტიკულად პირდაპირ ვთქვათ, წარმოუდგენელ დაბალ ფასს რუსულ გაზზე თუ გახორციელებდა ეს მეორე პროექტი, ანუ ციბირის ძალა 2. რუსეთს დიდი ალტერნატივა არ აქვს, იმიტომ რომ გაზის ადმე უნდა გაყიდოს, შეუძლებელია რომ ეს გაზი არ გაყიდოს, იმიტომ რომ რაღაცა ადგილას უნდა ეს გაზი მიდიოდეს, მოპოვების შეწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელია გაზის საბადოებზე. ანუ გაზ ნავთობთან განსხვავებით ჭირდება გაცილებით უფრო გასაგები და სტაბილური ბაზრები, სადაც მოხდება მიწოდება. შიდა ბაზარი, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის პერსპექტიული არ არის დაბალი ფასების გამო. შეიძლება სხვა რაღაც ბაზრები იპოვოს, თუმცა გაზი ნავთობისგან იმით განსხვავდება, რომ მას ძალიან რთულია მიაწოდო ეს გაზის ადმე შორს ზოგადად. მაგას ჭირდება უფრო რთული ინფრასტრუქტურა, ვიდრე გასცადენით, როცა აწვდი სადმე ახლოს. ძირითადი მიმართულება ასევე გაზის, როგორც ნავთობის, გახდა, როგორც გითხარით, ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი. გაზის მიმართულებით თურქეთი და ჩინეთი, პირველ რიგში ჩინეთი, ინდოეთი ნავთობის მიმართულებით, იმიტომ რომ შორს არის და გებებით უწევთ. დასავლურ ქვეყნებში შეზღუდვა დაწესდა რუსულ ნავთობზე $60 ბარელისთვის, რაც ასევე არტყავს რუსულ შემოსავალს. რუსეთმა გარკვეული გამოსავალი ამ ვითარებიდან იპოვა იმაში, რომ ჩამოაყალიბებინა, ასე ვთქვათ, ჩრდილოვანი ასეთი ფლოტი, რომელიც ტანკერების განახორციელებდა ნავთობის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში და რეალურად შექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ასეთი ჩრდილოვანი ფლოტი. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ რუსული ურალსის ტიპის ნავთობი გაცილებით უფრო იაფიღებს, ვიდრე აი ის ფასი მე რაც გითხარით, ხო? იმიტომ რომ ის ფასი არის საერთაშორისო ბაზარზე ბრენტის, ანუ ამერიკული ნავთობის მოდელზე და ეს ნავთობი არის საკმაოდ ხარისხიანი. რუსული ნავთობი არის ნაკლებ ხარისხიანი, ანუ რას გულისხმობ, იქედან ბევრი გადამუშავება ჭირდება, რომ ამოღებულიყოს სხვადასხვა მეტალი, მძიმე მეტალი და ასე შემდეგ, რაც ართულებს აი ამ პროცესს და აძვირებს მას. ამიტომ ხარისხი არის გაცილებით ნაკლები იურალსის და შესაბამისად ფასები ისედაც უფრო ნაკლები იყო. 2023 წელს ზოგადად 24%-ით შემცირდა შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან რუსეთში. და ეს რეალურად, როგორც გითხარით, ალტერნატიული პროექტები, ციმბირის ძალა, ასევე მათი ტანკერების ეს ფლოტი ფარული არის ძირითადი შემოსავლის წყარო და ეს ტანკერების ფლოტი ასობით ასეთ ტანკერს აღწევს ზოგადად. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტანკერების ფარული ფლოტი ამიტომაც გახდა უკრაინელების სამიზნე, რომ მნიშვნელოვნად ხელს უწყობს რუსეთის ეკონომიკას რეალურად.
და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რუსეთის შემოსავლების. გაზპრომის მიმართულებით გაცილებით უფრო რთულია, იმიტომ რომ მარტივი გზა იქ ტანკერების რეალურად არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის LNG, ანუ ეს სპეციალური ტიპის შესატექნოლოგია, რომელიც ხელს უწყობს, რომ მიაწოდო გაზი ანუ სხვა ბაზრებზე, სწორედ ტანკერების მეშვეობით, ეს არის თხევადი ბუნებრივი აერი, რომელიც შეიძლება ტანკერებით მიაწოდოთ და ევროპაში არ არის რეალურად რუსული თხევადი ბუნებრივი აირი აკრძალული და სწორედ ამიტომ რუსეთი გარკვეულწილად ყიდის საკუთარ თხევად ბუნებრივ აირს. თუმცა ძირითადი მოვარაგებელი ამ მიმართულებით იგივე ევროპის გახდა შეერთებული შტატები და ასევე სპარსული ყურის ქვეყნები, ანუ გულისხმობ მაგალითად კატარს და სხვებს, ვინც იქედან აწვდის გაზს საკმაოდ იაფად და ასევე თხევადი ბუნებრივი აირის მეშვეობით, ამ ტექნოლოგიის. რუსეთში საკმაოდ მნიშვნელოვნად იზრდება ამავე პერიოდში სამხედრო მრეწველობა და ბშპ-ს მიმართულებით მისი როლი მკვეთრად იზრდება. თუ ომამდე 3-4% იყო ბშპ-ს ამ მიმართულებით, ანუ სამხედრო წარმოების, ომის შემდეგ ხედავთ, რომ დაახლოებით 8% გახდა, ან შეიძლება საერთოდ მეტი, ესე იგი, სამხედრო წარმოება. ნუ ეს ფარული მონაცემები, ანუ საიდუმლო მონაცემები არის რეალურად რამდენი ბშპ-ს რა პროცენტი მიდის ამ მიმართულებით და რატომ ვამბობ, რომ საინტერესოა, იმიტომ რომ თუ 23 წელს იყო 8% ბშპ, 25 წელს 50% ბიუჯეტის მთელი დადახარჯის მიდის სამხედრო მიმართულებით და ამ 50% ბიუჯეტის დადახარჯების პირობებში წარმოუდგენელია, რომ საუბარი იყოს 8% ბშპ-ზე. ჩემი აზრით საუბარია სულ მცირე ორნიშნა და ძალიან დიდ რიცხვებზე რუსეთის ბშპ-ს, რომელიც მიდის ამ მიმართულებით. ანუ ბიუჯეტის 50% ქვეყნის მიდის სამხედრო დადახარჯების და რამხელა ქვეყნის ბიუჯეტის, ხო, რუსეთის. და რეალურად ამ ვითარებაშიც კი წარმატება უკრაინულ ფრონტზე არის ძალიან, ასე ვთქვათ, მოკრძალებული, მარტივად რომ ვთქვათ. და ამაზე ვისაუბრებთ ბევრს. მაგრამ ეს წარმატება არის ზოგიერთ მიმართულებით, მაგრამ მოკრძალებულია მაინც 50%-იანი ბიუჯეტის პირობებში უზარმაზარი ქვეყნის, ანუ რუსეთს რეალურად უნდა ქონოდა საშუალება ომის წარმოების რომელიმე მსხვილ ქვეყანასთან, წარმატებულ სამხედრო ქვეყანასთან უკრაინა ასეთი არ იყო. და ახლაც ძლივს ყალიბდება ასეთად, იმიტომ რომ აპრიორი არ არის ნატოს წევრი, მისი ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო ზოგადად და რუსეთის ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი წარმატებულ სამხედრო ქვეყანასთან გამოიწვევდა წარმოუდგენელ ვითარებას, იმიტომ რომ ეხლა თუ უკრაინის გამო უწევს ასეთი ხარჯები და რეალურად ვერ აღწევს ბევრ საკუთარ მიზანს, ბევრს, ყველას არა, რაღაც ნაწილს აღწევს. მაშინ ეს ბევრ ამაზე მეტყველებს, სტრუქტურულ სისუსტეზე მეტყველებს ზოგადად რუსული არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ სამხედრო მრეწველობის. პირველი წლები ზოგადად ბშპ ზრდა, რაზეც ვისაუბრეთ 4%-იანი ზრდა, ძირითადად საუბარია იმაზე, რომ სავარაუდოდ გამოწვეულია სამხედრო მრეწველობის, ასე ვთქვათ, გავითარებით. იმიტომ რომ მაგალითად თუ ნახავთ სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ძალიან ბევრი სამხედრო სამრეწველო გარკვეული ქარხნები არის, ასე თუ ვიტყვით, ხო? შესაძლებლობები 78%-ით არის გაზრდილი უკრაინული ომის შემდეგ იქ წარმოება ზოგადად, რაც ნიშნავს ასევე ბშპ-ში ამ წვლილის მნიშვნელოვან გავითარებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ნაწილი სამხედრო წვლილია აი ამ ბშპ-ს გავითარებაში. ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად არასტაბილური არის რუსეთის სამხედრო ხარჯები, ამას აფასებენ თვითონ რუსეთის მაღალი რანგის სპეციალისტები, კერძოდ ერთდროულად აკრიტიკებენ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეს ნაბიულინას იმის გამო, რომ მაღალია
მაჩვენებლები საპროცენტო გადაკვეთის, ანუ ბიზნესი ვერ ვითარდება, ეკონომიკა ვერ ვითარდება ასეთი მაღალი მაჩვენებლების პირობებში სტაბილურად. მეორე მხრივ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ხარჯები სამხედრო მიმართულებით არის ბრჭყალებში არა სტაბილური, ანუ არა მდგრადი და რა თქმა უნდა 50%-იანი ხარჯი არა მდგრადია, რაზეა საუბარი. ამავდროულად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ეროვნული კეთილდღეობის ფონდი მნიშვნელოვნად მცირდება, ანუ რეზერვები მნიშვნელოვნად მცირდება და ზოგადად ანალიტიკოსები აფასებენ, რომ რუსეთმა მიაღწია გარკვეულწილად საკუთარი სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობების პიკს. და აქედან მეტის მიღწევის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არის ასეთი შეფასება არის ბევრი ანალიტიკოსის მიერ. ანუ გარკვეულ ზღვარს მიაღწია მაქსიმუმს აი ამ ეკონომიკის სტრუქტურის პირობებში. რუსეთისთვის წარმატებული თუმცა სფერო რჩება სოფლის მეურნეობა. და რეალურად თუ ვნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ ბშპ-ს 4-5% მოდის ამ სფეროზე, საკმაოდ წარმატებით რუსეთი ესე იგი ახერხებს ომის შემდეგ რეკორდული მაჩვენებლების მიღწევას. ხო, ერთი მხრივ ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ასე ვთქვათ, ძირითადი აქცენტი კეთდება მაგ სფეროზე, სადაც არ არის პირდაპირი სანქციები დასავლური. მეორე იმაზე, რომ კლიმატური პირობები ამას ხელს უწყობს. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგადად აი მაგალითად თუ ვნახავთ ხო, რუსეთის 2022 წელს მიღებული მთლიანი პროდუქციის მაჩვენებლები უზარმაზარი რაოდენობით არის 155 ტონა, მილიონი ტონა. ასე ვთქვათ, კონკრეტული კომბინირებული ასე ვთქვათ, მოსავალი. თუ ნახავთ იგივე ხორბლის მოსავალს, ეს მარტო 2023 წელს 92 მილიონი ტონა ხორბალი არის, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი ძალიან დიდ ექსპორტს ახორციელებს, დაახლოებით 20% საერთაშორისო ვაჭრობის ხორბლის მოდის რუსეთზე. უკრაინის ექსპორტი ამავდროულად მნიშვნელოვნად კლებულობს. ომი მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და რაც ხელს უშლის უკრაინას სოფლის მეურნეობის განვითარებაში, რომელიც ძირითადი ასევე ეკონომიკის მდგენელი იყო უკრაინის და სწორედ ამიტომ რუსეთი ამ პირობებში ხდება მარცვლეულის მიმართულებით, ასე ვთქვათ, მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში. და ამ მიმართულებით პრინციპში რუსეთმა წარმატებით გამოიყენა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელიც უკრაინასაც რაღაც მხრივ დაეხმარა, თუმცა რუსეთსაც და ეს იყო თურქეთის ძირითადი ინიციატივა ამ მიმართულებით. ანუ შავი ზღვის სტაბილურობა რუსეთთვის შავი ზღვის სტაბილურობას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, იმიტომ რომ მარცვლეული, ანუ სოფლის მეურნეობა და ამავდროულად ენერგომატარებლები, ანუ ძირითადად ნავთობი და ასევე გაზი, თხევადი ბუნებრივი აირი, ძირითადად მოძრაობს შავ ზღვაზე. არა მხოლოდ ჩრდილოეთ მიმართულებითაც, მაგრამ და ასევე ჩინეთის მიმართულებით რკინიგზით, მაგრამ შავი ზღვა, როგორც თბილი ზღვა, რომელიც არ იყინება ზამთარში და ჩრდილოეთ ოკეანეში ზღვები იყიდება, როგორც იცით, რჩება რუსეთის ბალტიაშიც რთული ხდება უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე. ამით რუსეთი ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური გაძლიერების და გავლენების გაძლიერების მიმართულებას. რაც გულისხმობ? ამ ყველა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მეშვეობით რუსეთი აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში, ლათინურ ამერიკაში, ეგრეთ წოდებულში, ეგვიპტე, თურქეთი, ირანი, სხვაგან მკვეთრად ზრდის საკუთარ ექსპორტ სოფლის მეურნეობის, ხოლო როდესაც ქვეყნები დამოკიდებული არიან მაგალითად რუსეთზე საკვების გამო, ეს უკავშირდება ფასებს საკვებზე, ფასების საკვებზე უკავშირდება მოსახლეობის პირდაპირ და ყველაზე მსხვილ დანახარჯებს და უკავშირდება პრაქტიკულად მოსახლეობის კეთილდღეობას და ამიტომ ქვეყნები ხდებიან დამოკიდებული რუსეთზე, რომ რუსეთმა არ შეამციროს საკუთარი
მიწოდება, არ გაზარდოს ფასები და ეს რა თქმა უნდა რუსეთის soft power-ის ეკონომიკური გავლენის მნიშვნელოვანი მდგენელია. იგივე შეეხება რა თქმა უნდა ესე იგი გაზის და ნავთობის მიმართულებას, იმიტომ რომ როცა იაფი ნავთობი გაქვს, იაფი გაზი გაქვს, უფრო ხდები ლოიალური იმ ქვეყნისადმი, რომ არ გაზარდოს ეს ფასები და ზეწოლა არ მოახდინოს შენს ეკონომიკაზე და სოციალურ მდგენელზე. IT სექტორს თუ გადავხედავთ, რუსეთში ძალიან რთულად არის საქმე, ასობით ათასმა IT სპეციალისტმა დატოვა რუსეთი, სანქციები მნიშვნელოვნად ეხება IT მიმართულებას და ზღუდავს რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებზე. ძირითადად რუსული IT სპეციალისტები გადასახლდნენ ისეთ ადგილებში, როგორიც არის თურქეთი, გაერთიანებული არაბული საამიროები, სერბეთი, სომხეთი, საქართველო გარკვეული რიცხვების მიხედვით სომხეთში პირობითად უფრო მეტი არის სტატისტიკურად რუსეთიდან IT სპეციალისტი წასული ვიდრე საქართველოში. თუმცა ენერგეტიკული და ელექტრო მოწყობილობების მიმართულებით დასავლური იმპორტი ჩანაცვლდა მარტივად ჩინური იმპორტი და ჩინეთი ამით საკმაოდ წარმატებით სარგებლობს. მაგრამ პარალელური იმპორტის მეშვეობით iPhone-ებზე და სხვა რაღაც დასავლურ ტექნოლოგიებზე რუსეთს პრობლემა არ აქვს წვდომის. SWIFT-ის ალტერნატივას კი ქმნის რუსეთი მირის სისტემა, თუმცა შიდა არის. ანუ არაფერი რეალური ალტერნატივა SWIFT-ისთვის ეს არ არის. რუსეთი აგრძელებს საკუთარ ტექნოლოგიურ რაღაც გავითარებას, გულისხმობ ქმნის მაგალითად ეხლა შექმნეს მესენჯერი Maxi, რომელიც სრულად რუსული სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არის, ცდილობენ App Store-ი ჩაადაცვლონ, Facebook-ი ჩაადაცვლონ, კონტაქტ-წეთი და Yandex-ით, მოკლედ საკუთარი ესეთი სუვერენული ინტერნეტის შექმნა უნდათ რუსეთში. ბოლო პერიოდში საერთოდ შეზღუდულია პრინციპში Instagram-ი, Facebook-ი, VPN-ის გარეშე ყველაფერი პრაქტიკულად და რა თქმა უნდა ეს რუსეთის ეკონომიკას არტყავს, იმიტომ რომ იქ იყო ყველაფერი ეკონომიკის დიდი ნაწილი კონცენტრირებული და ბევრი არის უკმაყოფილო ამით. ზოგადად ინტერნეტის ხარისხი არის კატასტროფულად შემცირებული, იმიტომ რომ დრონების თავდასხმის დროს თიშავენ ინტერნეტს პრაქტიკულად მთლიანად რეგიონების მიხედვით და ამიტომ უზარმაზარი ეს პრობლემა არის. ანუ რუსეთი იზოლირებული არის პრინციპში თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისგან და უფრო ხდება ჩინეთზე დამოკიდებული, ანუ გარკვეულწილად ჩინური გავლენის სფერო ხდება რუსეთიდან მნიშვნელოვნადი დამოკიდებულება გააჩნია რუსეთს ტექნოლოგიის მხრივ სწორედ ჩინეთზე. ზუსტად იგივე დაირად რუსეთის საბანკო და ფინანსური სფეროც დამოკიდებულია ჩინეთზე, რადგანაც პრაქტიკულად შეწყდა რუსეთის საფონდო ბირჟაზე დოლარით და ევროთი ვაჭრობა და მთლიანად გადასული არიან ეხლა უკვე იუანებში, ანუ ჩინურ ვალუტაში ვაჭრობაში. ბანკებისთვის რა თქმა უნდა SWIFT-დან გათიშვა იყო მნიშვნელოვანი დარტყმა, რუსული რეზერვების ესე იგი გაყიდვაც იყო მნიშვნელოვანი დარტყმა და დამოკიდებულება ეხლა ჩინეთზე ისედაც ძალიან დიდია. ხო, აი საბანკო ინვესტიციების შეზღუდვაც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. ზოგადად ინფლაციის და როგორც გითხარით, ასევე ვალუტის არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, ამან კიდევ უფრო გამოიწვია რუსეთში სისტემური ეკონომიკური პრობლემები და ეს პრობლემები გრძელდება, თუმცა მეტწილად გარკვეული ბალანსი შეინიშნება. ანუ თუ შევაჯამებთ, ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში ეკონომიკა პრინციპში ხარისხობრივად კლების მაჩვენებლებზე არის, სამხედრო მრეწველობა პიკს მიაღწია და ნომინალურად ციფრებში ბშპ ზრდაში გადაიზარდა, თუმცა ეს არ არის რეალური ბშპ ზრდა, ანუ როცა მილიონი დოლარის დაუშვათ ტანკს ქმნი, ეს ბშპ-ში კი იცვლება, მაგრამ ის ტანკი, ანუ ამას სარგებელი არ მოაქვს. მიდის და რეალურად მისი დანიშნულება არის ომის ველზე, რომ გადადგურებულ იქნას, ადრე თუ გვიან. შესაბამისად, ეს ბშპ ზრდა არის ხელოვნური თავისი არსით, ამავდროულად ეს უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი არაფერ კარგზე არ მეტყველებს რუსეთში, პირიქით უზარმაზარი სამხედრო დადაკარგების ფონზეც ხდება, დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანის
ესე იგი სიკვდილი და დაშავება ომში ორივე ითვლება დადაკარგად. მილიონ ნახევარი დადაკარგები გააჩნია რუსეთს. იქედან მინიმალური ესე იგი გარდაცვლილი რაოდენობა არის 300-400 ადამიანი, აი ყველაზე მინიმალური მაჩვენებელი არის, რაც დადასტურებულია სახელი და გვარებით რუსული ესე იგი სხვადასხვა ოპოზიციური არხების არა რუსეთში მოქმედი მეშვეობით, ანუ ვინც აკვირდება ამას. ანუ ეგ არის ყველაზე მინიმალური. თავისი უგზო-უკლო დაკარგულებით სავარაუდოდ გარდაცვლილების რაოდენობა მილიონზე მეტია და დაახლოებით 9 მილიონი მეტი არის დაშავებული რაც ვიცით, თუმცა შეიძლება ეს რიცხვები კიდევ უფრო მეტი არის და ამას ვამბობ საკმაოდ ობიექტურად, იმიტომ რომ რუსული თუ გადავხედავთ, რამდენ მობილიზაცია მიმდინარეობს, სად არის ეს ჯარი, რა რაოდენობა ჯარის არის ფრონტზე და ასე შემდეგ, დაახლოებით მილიონ ნახევარი ადამიანი ქრება ამ პროცესში. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა უკვე შევიდა დეფიციტის და რესურსების რთულ პერიოდში, თუ ჩვენ მივიღებთ ნავთობზე უფრო დაბალ ფასებს, უკრაინა თუ გააგრძელებს თავდასხმებს რუსულ ნავთობის გადამუშავების ცენტრებზე და ფარულ ფლოტზე, ამავდროულად თუ საქციები გაიზრდება რუსეთის მიმართულებით და ანუ ომის შეჩერების შესაძლებლობა არ შეიქმნება, ვაჭრობა თუ არ აღდგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსული ეკონომიკა სტაბილურად მიდის კრიზისისკენ. როგორი კრიზისი არის ეს თავისი არსით? ეს არის საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის კრიზისის მსგავსი, სადაც ამავდროულად აღინიშნება ავღანეთის ომის ტიპის ზეწოლა რუსულ ეკონომიკაზე. ასე რომ რუსეთს ან მარტივად მალე ჭირდება გამარჯვება ომში, რაც წარმოუდგენელი ამბავი არის, ამავდროულად ან ჭირდება ომის შეჩერება და ეკონომიკის აღდგენა, რაც შესაძლებელი ვითარება არის, ან ასეთი ტიპი თუ გააგრძელებს, შეიძლება კიდევ უფრო დამოკიდებული გახდეს ჩინეთზე და მათ შორის ეს დამოკიდებულება აისახოს ბევრი მიმართულებით, ანუ ჩინეთში ინტეგრაციაზე დაახლოებით ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის და ასე შემდეგ. ანუ ჩინეთი უფრო და უფრო ამით ისარგებლებს ბუნებრივად. ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, თქვენი კომენტარები გთხოვთ დაწერეთ, დაახლოებით შეჯამება ასეთი არის და გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს შემდეგ გადაცემებში. მადლობა ყურადღებისთვის.